შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად სიმონ გულედანი დაინიშნა. იგი ამ დრომდე გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მანამდე კი შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა. სახელმწიფო რწმუნებულები შეიცვალნენ სხვა რეგიონებშიც, რომელთაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან ერთად შეხვდა. ბატონ სიმონს ყველა იცნობთ, გუბერნატორის ფუნქციებსაც, თქვათ, არ საჭიროებდა შესვლას. დამეთუნეთ გამოწვევით შემოგებო არის, რა თქმა უნდა, და ხახით დარწმუნებული ვარ, რომ ესე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებით. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დღეიდან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე შეუდექი საქმიანობას. მე მინდა ბატონ პრემიერს და მმართველ გუნდს უთხრა მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მე გარკვეული წლების მანძილზე შიდა ქართლში ვასრულებდი გუბერნატორის მოადგილის და მე გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიციაზე საქმიანობდი, ვახორციელებდი სამუშაოებს. მესმის შიდა ქართლის გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დღეიდან უფრო გავაორმაგებ საქმიანობას ჩვენი მოსახლეობისა და მოქალაქეების საკეთილდღეოდ.